მადონა ჯავახიშვილი, ბორიენი. იდეის ავტორი და მთხრობელი კახის იბოშვილი. ახმოვანებენ აკო შელია, მარია სახამბერიძე, ხათუნა კაპანაძე, მამუკა ქაჯაია, ხათუნა ბოღრაშვილი. დღეები ერთმანეთს მისცევდა. მარია ანგელა უკვე მოსწავლე იყო. ძალიან უხდებოდა სასკოლო ფორმა. მამისა და ბერტას მოლოდინი გამართლდა. ნიჭიერი გოგონა კლასში სამაგალითო მოსწავლედ ითვლებოდა. რაფაელაც ახტაცებული იყო მისი ნიჭითა და მონდომებით. რაც ასე აოცებდა ბავშვში, ეს მეცადინეობის დაუგებელი წყურვილი იყო. კვირაში სამჯერ უტარებდა გაკვეთილებს. ამ ნიჭიერ გოგონასთან ურთიერთობა საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა მასწავლებელს. თავისი ბავშვობა ახსენდებოდა, როგორ მოუთმენლად ელოდებოდა ქალბატონ კლარას, რომელმაც ძალიან შეაყვარა მუსიკა. საინტერესო ამბებს უყვებოდა ბავშვს ვენის კლასიკოსების ცხოვრების შესახებ. გულს უკლავდა მეფის კარის კომპოზიტორის, სალიერის დაუნდობლობა, რომელიც ამადეუსის ნიჭიერების მიმართ შურმა, ბოროტ და დაუნდობელ ადამიანად აქცია. უკვირდა, როგორ შეეძლო 9 წლის მოცარტს შეექმნა ისეთი მშვენიერი ნოქტიურნი, რომელსაც ასე მონდომებითა და გატაცებით უკრავდა. რაფაელაც მაქსიმალურად ცდილობდა საინტერესო და მიმზიდველი გაეხადა ყოველი გაკვეთილი სათუთი ბუნების მარია ანგელასათვის. კიდევ ბევრჯერ შეხვდნენ რაფაელა და ავგუსტინი ერთმანეთს, მაგრამ კაცი ხვდებოდა, რომ რაფაელას მიმართ ვნება მეტი ჰქონდა, ვიდრე სიყვარული. ამიტომაც ცდილობდა თავი აერიდებინა შეხვედრებისთვის, რომ ცდუნებას არ აჰყოლოდა. მის გულში ბერტას უფრო მეტი ადგილი ეკავა. ციცის მიმართ სულ სხვა, სათუთ გრძნობას განიცდიდა, თუმცა ამის გამხელას ვერ ბედავდა. ჯერ კიდევ დროს ჭირდებოდა, რომ საკუთარ გრძნობებში ბოლომდე გარკვეულიყო. ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა. ბერტა წარმოშობით კონსტანტას რეგიონიდან, ფლორენციის გარეუბნიდან იყო. წვრილმანებით მოვაჭრე კასტორ ლაროს ქალიშვილი. კასტორი ძუნწი კაცი იყო. დღედაღამ ფულს ითვლიდა და ვერცხლისფერ მონეტებს სახლის სარდაფში მალავდა. ბერტას ნიჭიერება დედამისმა, სილვიამ თავიდანვე შეამჩნია და გადაწყვიტა, რადგან არ უნდა დასჯდომოდა შვილისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა. ძუნწი მამა ამისი წინააღმდეგი იყო. ის თვლიდა, რომ ქალს ოჯახის საქმე უნდა სცოდნოდა, გათხოვილიყო და ქმარშვილისთვის მოევლო. მით უმეტეს, სწავლისთვის ფულის გადახდა მისთვის უფრო წარმოუდგენელი იყო, ვიდრე რჯულის შეცვლა. ქალმა გადაწყვიტა ჩუმად მიეყვანა შვილი მათ მეზობლად მცხოვრებ მასწავლებელთან. ბატონი ანატოლი ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი იყო, მარტოხელა, ხანდაზმული, ხრმადმორწმუნე და პატივსაცემი ადამიანი. სილვია ანატოლის შეუთანხმდა, სადილს მოუმზადებდა, ტანსაცმელს გაურეცხავდა და დაუუთოვებდა, სანაცვლოდ კი მასწავლებელი მის შვილს წერა-კითხვას და არითმეტიკას ასწავლიდა. გმირი დედა ხარ, ეტყოდა ხოლმე ანატოლი ქალს. მშობელი შვილს იმაზე უკეთეს ვერაფერს მისცემს, ვიდრე განათლებაა. ყველაფერი შეიძლება წუთში დაკარგოს ადამიანმა, მაგრამ ცოდნა ხელშეუხებელი განძი და დიდი ძალაა. კასტორი თვეებით მიდიოდა სახლიდან. ბებერ გამხდარ ვირს უზარმაზარ ხურჯინს აჰკიდებდა 1000 წვრილმანით სავსეს და სოფელ-სოფელს დაატარებდა. ნავაჭერს ვერცხლად აქცევდა, რომელიც ცოლ-შვილზე მეტად უყვარდა და მისთვის ძალზე ძვირფასი იყო. ერთ წელს მკაცრი ზამთარი დაუდგათ ფლორენციაში. კასტორი ღუმელს იშვიათად ანთებინებდა ცოლს, რადგან შეშაში ფულის გადახდა ენანებოდა. მეზობელთან გადადით და იქ გათბით. ასეთი იყო მისი პასუხი. სილვია ავად გახდა. ნესტსა და სიცივეს ვერ გაუძლო მისმა ფილტვებმა. კასტორი კი არც ექიმის მოყვანას ფიქრობდა და არც წამლის ყიდვას. ანატოლი დიდად შეაწუხა კეთილი მეზობლის ავადმყოფობის ამბავმა და საკუთარი სახსრებით მიუყვანა სილვიას ექიმი, რომელმაც ქალის გასინჯვის შემდეგ ვერაფერის ან უგეშო თქვა. დაგვიანებულია. ეს იყო მისი დიაგნოზი. მართლაც, 2 დღეში ბერტას დედა გარდაიცვალა.
12 წლისა იყო მაშინ. დარჩა გოგონა უდედოდ და უპატრონოდ ძუნწი მამის ამარად, რომელიც არც იქამდე კითხულობდა შვილის ამბავს და არც ახლა ადარდებდა. არც ცოლი უგლოვია დიდხანს. წლის თავზე ქონებაზე დახარბებულმა ერთი ნაცნობი ვაჭრის გონჯი ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. დედინაცვალი არც ხასიათით გამოდგა უგეთესი, რაც გარეგნობა ჰქონდა სულიც ისეთივე აღმოაჩნდა. დამინამ გოგონა თავიდანვე დაიბრიყვა და მოახლედ დაიყენა. ძუნწი მამისა და ავი დედინაცვლისგან გაწამებული ბავშვი ახლა მეზობლების იმედად ღარჩებოდა. სილვიას სიკეთე ყველას ახსოვდა. ამიტომ არც ბერტას ივიწყებდნენ სადილობისას. მალე ვაჟიშვილიც შეეძინათ კასტორსა და დამინას. ბერტას ძმა უყვარდა და მასზე ზრუნავდა კიდეც. ცოტა ხანში ყველაფრის ბატონ პატრონი ქალი გახდა. ბერტას მეზობლებთანაც მაშინ უშვებდა, როცა ამის სურვილი თავად ჰქონდა. არც კასტორს დაადგა ნაკლები დღე. ქალი ნაირ-ნაირ საჭმელსა და ტანსაცმელს ითხოვდა. ძუნწი კასტორი ვეღარ მალავდა მიწაში ვერცხლის მონეტებს. ბევრჯერ ინანა კაცმა, რომ ვერ აფასებდა ღვთისნიერ, კეთილდა მშრომელ სილვიას. ისიც ინანა ექიმი რომ არ მოუყვანა თავის დროზე, მაგრამ რაღა დროსი იყო სინანული. რამდენიმე წელში 80 წლის ბერი კაცს დაემსგავსა. თექვსმეტი წლის ახდებოდა ბერტა. დედინაცვალმა რომ დაიჩემა უკვე დიდია და უნდა გავათხოვოდო. ოღონდაც გერი თავიდან მოეშორებინა და არ ადარდებდა ვის მიათხოვებდა. ძუნწი იყო კასტორი, მაგრამ გოგონას გათხოვებას არ ჩქარობდა. ჯერ ისევ ბავშვიაო, ეთყოდა ხოლმე გაავებულ ცოლს. ბერტას პატრონი და იმედის მემცემი ბატონი ანატოლი იყო. გოგონა ხშირად სტუმრობდა მას და გულის ნადებს უზიარებდა. მასწავლებელს მოკრძალებული ხელფასი ჰქონდა, თუმცა ბერტასთვის არაფერი ენანებოდა. ხან კაბას ყიდულობდა და ხან ფეხსაცმელს. ებრალებოდა საწყალი გოგო, შვილივით უყვარდა. ბოროტ დედინაცვალს არ მოსწონდა, რომ გერს მფარველობდა ყველასათვის საპატივსაცემო ადამიანი, რომელიც ხშირად ეკომაგებოდა ხოლმე ბერტას და დამინას საყვედურობდა. ამიტომაც გადაწყვიტა დედინაცვალმა მასწავლებელი გზიდან ჩამოეშორებინა. ერთ დღეს ქმარი დაიმარტო ხელა და გეგმის სისრულეში მოყვანას შეუდგა. შენ მოგწონს შენი ქალიშვილი მარტო ხელა კაცის სახლში რომ დაიარება? ვინ მარტო ხელა კაცის სახლში? გაიკვირვა კასტორმა. ვითომ ვერ ხვდები? აი იმ მასწავლებლის სახლში. რატომ ყიდულობ შენი ქალიშვილისთვის საჩუქრებს? კეთილი კაცია და იმიტომ შვილივით უყვარს ბერტა. შვილივით? შენი შვილია და შენ არ ყიდულობ მისთვის ტყუილად არავის ჩუქნის რამეს. რისი თქმა გინდა ქალო? აი მუცელი რომ წამოებზიკება შენს გოგოს და უკანონო შვილს გააჩენს. მერე გეტყვი ისი თქმა მინდა და რასავ გულისხმობ. სისულელეებს ნუროშავ, ღმერთს ნუსწოდავ. ის კაცი ჩემზე ბევრად უფროსია. ყველასთვის საყვარელი და ჭკუის საკითხავი ადამიანია. მე კი გავჩუმდები, მაგრამ მეზობლები გაჩუმდებიან? მე გაგაფრთხილე. ამის მერე შენი საქმისა შენიცი. იმდენი უსისინა გველივით ბოროტმა ქალმა, რომ კასტორმა შვილს მასწავლებელთან სტუმრობა აუკრძალა. ბერტა ვერ ხვდებოდა მიზეზს, თუმცა არც არაფერი უკითხავს. დაემორჩილა მამის ბრძანებას. ანატოლი კარგად ხვდებოდა, ვისი ბინძური ხელიცერია ამ საქმეში, მაგრამ რა უნდა ეკნა? უფლება არ ქონდა სხვისი ოჯახის საქმეში ჩარეულიყო. ხანდახან ბერტას წერილებსა და საჩუქრებს უგზავნიდა მისი უახლოესი მეგობრის დეას ხელით. ის იყო 18 წლის გახდა ბერტა, რომ დამინამ სახლში 40 წელს გადაცილებული მელოტი და მსუქანი სასიძო მოიყვანა. არც გოგონასთვის უკითხავს რამე და არც კასტორისთვის. კაცი წინააღმდეგი იყო, ჩემი ხნის კაცს შვილი როგორ მივათხოვო, მაგრამ დამინა, რისი დამინა იყო, ქმარს თუ ვერ დაიყოლიებდა. ფული აქვს, მდიდარია, არაფერს მოაკლებს შენ შვილს. ნეტა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? ერთ დღეს ყველანი დავბერდებით. არც მზითებს ითხოვს ის კაცი, ის კი არა აქეთ დაგვეხმარება და ჩვენც ცოტათი სულს მოვითქვამთ. როდემდე შეძლებს სოფელ სიარულს და ამ ხარახულის გაყიდვას? ბიჭი გვეზრდება, განათლება უნდა მივცეთ და გზაზე დავაყენოთ. ბერტასთვის არავის არაფერი უკითხავს, ისე დანიშნეს ქორწილის დღე. გოგონა დღე და ღამეტიროდა. მისი ოცნება არც გათხოვება იყო და არც მდიდარი ქმარი. უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა და მერე იმას გაჰყოლოდა ცოლად, ვინც თავდავიწყებით შეუყვარდებოდა. ქორწილის დღე ახლოვდებოდა.
სასიცომ მოუხშირა ოჯახში საჩუქრებით სიარულს. ბერტა ზედაც არ უყურებდა მის მოტანილ ძვირფასეულობასა და აბრეშუმის ქსოვილებს. ვაჭარი დღეებს ითვლიდა, რომ ახალგაზრდა ქალი მოემწყոտია თავისი მოკლე და ბანჯგვლიან მკლავებში. ერთ დღეს ბერტა სახლიდან გაიპარა და მასწავლებელთან მივიდა. უყვებოდა თავისი გასაჭირის შესახებ და ცრემლები ღვარად სდიოდა. კაცს გული დაეწვა. ფიქრობდა, როგორ ეშველა საწყალი გოგოსთვის. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს მასწავლებელს. ოთახში ბოლთას ცემდა და ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა ობოლ მოსწავლეს. დილით დეას ხელით წერილი გაუგზავნა ბერტას. ძვირფასო ბერტა, ჩემთვის შვილივით საყვარელო. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დახმარება შემოგთავაზო. რა თქმა უნდა, თუ შენი სურვილიც იქნება. იქნებ მოახერხო და ხვალსაღამოს ჩემთან მოხვიდე. გული არ გაიდეხო. ღმერთი დიდია და ის ყველასთვისაა. მშობლიური სიყვარულით, ანატოლი. ბერტამ წერილი სოლმოუთქმელად ჩაიკითხა. იმედით აივსო, საღამოს ისევ გაიპარა სახლიდან და მასწავლებელს ესტუმრა. მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რა შემეძლო შენთვის გამეკეთებინა. რით შემეძლო შენი შველა. სხვა რომ არაფერი ვალში ვარ დედა შენის სულის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, როგორც მასწავლებელს, არ მაქვს უფლება გულზე ხელდაკრეფილი ვუყურებდე ახალგაზრდა ადამიანის გაუბედურებას. ეს ქორწინება შენი დედინაცვლისთვის უფრო სარფიანია ვიდრე შენთვის. სადაც სიყვარული არაა, იქ ოჯახიც არ იქნება სრულფასოვანი. ვერც შვილები გაიზრდებიან ბედნიერები. აქ ცოტა თანხაა. შავი დღისთვის მქონდა გადანახული, მაგრამ ვხედავ, რომ შენ ჩემზე მეტად გიდგას შავი დღე. გამომართვი ეს ფული და რომში გაემგზავრე ჩემს დასთან. წერილს გაგატან. ღვთისმიერი ქალია. უპატრონოდ არ მიგატოვებს. გოგონა მასწავლებელს ჩაეხუტა, ხელებს უკოცნიდა, თვალებზე მომდგარ ცრემლს ვერ იკავებდა. ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი. თქვენ ხართ ის გზა, რომელიც მიამგვირავიდან გამიყვანს. უფალმა დაგლოცოთ. ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ. უფალი ყველაფერს ხედავს და როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, დიდია და ყველასათვისაა. მოგწერთ ხოლმე ბატონო ანატოლ. მას მერე ბერტას მასწავლებელი აღარ უნახავს. მეორე დღეს სახლიდან გაიპარა. დიდხანს ეძებეს, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგეს. კასტორს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ მისმა შვილმა მდინარე არნოში დაიხრჩა თავი. ასე აღმოჩნდა ბერტა რომში კეთილი ხალხის დახმარებით. ანატოლის დამ ლინამ შვილივით მიიღო ობოლი გოგონა. მართალია მდიდარი არ იყო, მაგრამ გოგონას მზრუნველობას და სიყვარულს არ აკლებდა. თავის ღარიბულ სახლში ერთი მყუდრო ოთახიც მიუჩინა. პირველ ხანებში ბერტა გარეთ სიარულს ერიდებოდა იმის შიშით, რომ სადმე ნაცნობს არ დაენახა და მისი ადგილსამყოფელი ბოროტ დედინაცვალს არ შეეტყო. ქალბატონი ლინა ფედერიკო ფელისიოს ოჯახში დაბერდა. ის მთელი ცხოვრება ანგელას ძიძა იყო. როცა ანგელა სასწავლებლად პარიზში გაუშვეს, იმ წელს დაითხოვეს ოჯახიდან. გაზრდილთან განშორება ძალიან გაუჭირდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში ბერტა. გაუთხოვარი მარტო ხელა ლინასთვის, ნუგეში უფრო აღმოჩნდა ბერტა ვიდრე შემაწუხებელი სტუმარი. იმ წელს, როცა ანგელა გარდაიცვალა, ბერტასთან ერთად მივიდა სამძიმარზე ფედერიკო ფელისიოს ოჯახში. შვილივით დაიტირა გაზრდილი. ხანდაზმული ქალისთვის ეს უმძიმესი ტრაგედია იყო. ბერტას ობლად დარჩენილი პატარა მარია ანგელას ძიძობა შესთავაზეს. კარგი რეკომენდაცია ჰქონდა ქალბატონი ლინასგან. ამავე დროს გამოცდილებაც არ აკლდა, რადგან ნახევარ-ძმა თითქმის მისი გაზრდილი იყო. იცოდა წერა-კითხვა და არითმეტიკა. იყო მშვიდი, შრომის მოყვარე, წესიერი და მორწმუნე ადამიანი. აი ასე აღმოჩნდა ბერტა ამ ოჯახში. მას შემდეგ მისი ოჯახი იყო მარია ანგელა, ავგუსტინი, აბელი, ოფელია და მათი შვილები. ქალბატონი ლინას გარდაცვალების შემდეგ ბერტას რომში ბელისიმოების გარდა ახლობელი და ჭირისუფალი არ ჰყავდა. მარტო რომში კი არა, მთელ დედამიწაზე. ბერტას დიდი ხანია ავგუსტინის სიყვარული წვავდა. გრძელი, ხანგრძლივი მოგზაურობებიც კი სიხარულით ავსებდა, რადგან იმ ადამიანების გვერდით იყო, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა. ავგუსტინი და მარია ანგელა. მას მეტი არც არაფერი უნდოდა. მხოლოდ მათ გვერდით ყოფილიყო.
ეცხოვრა საყვარელი ადამიანების სიხარულით და გაეზიარებინა მათი ტკივილიც. მას შემდეგ, რაც რაფაელამ ბელისიმოების სახლში დაიწყო სიარული, ბერტას შიშმა შეიპყრო. მეტოქეს ხედავდა მის ვნებიან თვალებში. ხომ შეიძლება ოცნებაც წაართვას ამ ქალმა, წაართვას მარია ანგელას სიყვარულიც. ყველა და ყველაფერი, რაც ასე ძვირფასი იყო ბერტასთვის. თავისი შვილის სიძისთვის არასდროს მიუცია საბაბი ავგუსტინს, რომ იმედი ჩასახოდა გულში. არასდროს შეუხედავს მისთვის მამაკაცური გამჭოლი მზერით. სწორედ ისე, როგორც რაფაელას უყურებდა. ამიტომ რა უფლება ჰქონდა უბრალო წიწას, რაიმეზე პრეტენზია გასჩენოდა. ერთადერთი, რასაც ვერავინ ვერასდროს აუკრძალავდა, ოცნება იყო. რაფაელას გამოჩენის შემდეგ კი ეშინო და ოცნების უფლებაც არ დაეკარგა. ბარორე კარინოს და ავგუსტინის საქმიანი შეთანხმება შედგა. ბარორე მართლაც კარგი ადამიანი და მეგობარი გამოდგა. რამდენიმე ახალი საწარმოც ერთად გახსნეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ ავგუსტინს რამდენიმე თვით რომიდან წასვლა უწევდა ხოლმე მარია ანგელასა და ბერტას გარეშე. შეიძლება ესეც გახდა მუსიკის მასწავლებლის გადავიწყების მიზეზი. სამაგიეროდ ერთ რამეს მიხვდა, როგორ ენატრებოდა ბერტა. ალბათ ხანდახან საყვარელ ადამიანთან დროებით განშორებაც კარგია, რომ საკუთარ გრძნობებში ბოლომდე გაერკვე. მისმა მონატრებამ გულის ყველა კონჭოლში დაგიაროს, გახსენებამ კი თვალებით რემლით აგივსოს. წლები წლებს მისდევდა. ახალი თითქმის არაფერი ხდებოდა. თუ არ ჩავთვლით რაფაელა დიპორტის გათხოვებას იტალიაში, საკმაოდ ცნობილ მევიოლინეზე. მარია ანგელა გაიზარდა, ტანი აიყარა და უფრო მეტად დაემსგავსა დედას. რამდენადაც ახარებდა კაპიტანს შვილისა და გარდაცვლილი მეუღლის მსგავსება, იმდენად ნაღველით ევსებოდა გული, რომ მისმა საყვარელმა ანგელამ, რომელიც ასე ელოდა პირმშოს ამ ქვეყნად მოვლინებას, ერთხელაც ვერ ჩაიგრა გულში მარია ანგელა, ვერც ძილის წინ უმღერა თავისი მშვენიერი ხმით. იმ გაზაფხულს მარია ანგელა 16 წლის გახდა. რამდენიმე წლიანი შრომის შემდეგ რაფაელა დეპორტიმ გადაწყვიტა რომის თეატრის დიდ სცენაზე წარმატებულ მოსწავლესთან ერთად ემღერა. ეს კონცერტი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ წარდგებოდა რომის მაყურებლის წინაშე. ქალაქში აფიშები გამოაკრეს, რაფაელა დეპორტი სცენას დაუბრუნდა. ამ დღესთვის მარია ანგელაც საგულდაგულოდ ემზადებოდა, რადგან უდიდესი საოპერო ტრადიციის მქონე გემოვნებიანი მაყურებლის წინაშე გამოსვლა მეტად საპასუხისმგებლო იყო, როგორც მასწავლებლის, ასევე გამოუცდელი მოსწავლისთვისაც. ბერტას უხაროდა ასე, რომ გაუმართლა იმედი თავისმა აღზრდილმა. სწორედ მისი უშუალო რჩევით მიიღო გადაწყვეტილება ავგუსტინმა გოგონასათვის მუსიკის მასწავლებელი აეყვანა. ადგილს ვეღარ პოულობდა ავგუსტინი, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ხუმრობა ხომ არ იყო მისი ერთა, რომის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. ბერტასთან ერთად პარტერში იჯდა. ჩუმად აპარებდა მზერას ბერტასკენ, რომელიც ამ საღამოს განსაკუთრებით ბრწყინავდა და იქ მსხდომი დიდგვაროვანი ქალბატონები დიდ ინტერესს იჩენდნენ კაპიტნისა და მისი თანმხლების მიმართ. თეატრის სავსე იყო მაყურებლებით. აქ ბრძანდებოდნენ გენერლები, მაღალი არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები, ფაბრიკა-ქარხნის მეპატრონეები, ქალაქის მერი ლავრესიტო ლამბერტო, თავის მშვენიერ მეუღლესთან, ორნელასთან ერთად, პოლიციის უფროსი ლატინორინო, მეუღლით ლივიათი, გენერალი გენერესო ანტიგინო და მეუღლე პაოლა, ცნობილი მუსიკოსები, პოეტები, მხატვრები და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლები. ბევრს საოპერო მუსიკის არც არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ. ეს საუკეთესო ადგილი იყო ახალი ნაცნობობისთვის, საზოგადოების წინაშე თავის გამოჩენისთვის, მით უმეტეს გაუთხოვარი და ქვრივი ქალბატონებისთვის. მარია ანგელას სიმღერა მაყურებელი აღაფრთოვანა. გარდა იმისა, რომ ლამაზი იყო, ამავე დროს ისეთი თავდაჯერებული იდგა მსმენელის წინაშე, როგორც გამოცდილი მუსიკოსი. სიმღერის დასრულებისთანავე სცენაზე ავიდა ყველასათვის ცნობილი ახალგაზრდა მხატვარი როდრიგო მასალერო, რომელმაც გოგონას ვარდების თაიკული მიართვა, ხოტბა შეასხა და ხელზე ამბორა.
დიდხანს არ წყდებოდა ტაში და ოვაციები. ნორჩი მომღერლის შესრულებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როდრიგო სულაც არ იყო რომელიმე მდიდარი ოჯახის შვილი. ის თავდაპირველად ქუჩაში გაიცნო ხალხმა. ნიჭიერი მხატვარი ერთ დროს მოედნებზე იდგა და პორტრეტებს ხატავდა. ასე დაუახლოვდა ის რომის რჩეულ საზოგადოებას. დარბაზში მყოფთაგან უმეტესის პორტრეტი უკვე შესრულებული ჰქონდა. დღესაც რაფაელა დიპორტისგან მოწვეული სტუმარი იყო. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ცნობილი მხატვრები. მას ხშირად ნახავდით მაღალ არისტოკრატთა მიერ გამართულ საზეიმო საღამოებსა თუ მეჯლისებზე. სცენაზე რაფაელას გამოსვლას დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა. დედოფალივით იდგა. თითქოს გათხოვების შემდეგ კიდევ უფრო გალამაზებულიყო. ამ ქალმა მაჯობა. გაიფიქრა ავგუსტინმა. მან დაძლია ცხოვრებისგან მიყენებული დარტყმა. თითქოს დუელში გამოიწვია ბედისწერა. სახეში ხელთათმანი ესროლა და ბოლოს ბედისწერაზე გაიმარჯვა კიდეც. ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება. კარიერაც შეიქმნა და ოჯახიც. მაინც რამაც დურად ლამაზია. დაჟინებით დააცქერდა და იმ წუთას მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთნენ. მეორე დღეს ბერტა მხოლოდ მარია ანგელას წარმატებაზე ლაპარაკობდა. ემილსა და ოფელიას სიხარულით უყვებოდა სცენაზე მისი გამოსვლის ამბავს. ღმერთმა სულ ბედნიერი და წარმატებული გვიმყოფოს. ახტაცებას ვერ მალავდა ოფელიაც. ერთმა ძალიან სიმპათიურმა ახალგაზრდამ ვარდებიც მიართვა. პირჯვარი გადაიწერა ბერტამ. წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ სამზარეულოში აღელვებული ბებიტო შემოვიდა. ისეთი ვაჟკაცი იყო, ავთვალს არ ენახვებოდა. მაღალი, ტანადი, გადაღեղილი მაისურიდან მზისგან გარუჯული მკლავები და მხრები მოუჩანდა. თვალები უცნაურად ამღვრეოდა. მოხდა რამე? ჰკითხა შეშინებულმა დედამ, რადგან სამზარეულოში ასე უნებართვოდ შემოსვლა არ სჩვევოდა ბებიტოს. ბებიტო 16 წლიდან სანაპიროზე მუშაობდა მტვირთავად. თავმოყვარე და ამაყი იყო. ცოტა ფიცხიც, თუმცა წესიერი და მშრომელი ბებიტო მთელ სანაპიროს ძალიან უყვარდა. ამ ბოლო დროს სულ დარდიანი და ჩაფიქრებული ჩანდა. დედა არაფერს ეკითხებოდა, რადგან იცოდა შვილის ხასიათი. სიმართლეს მაინც არ ეტყოდა. მოხუცი მეთევზე, ძია ანტონი გარდაიცვალა. რომელი ძია ანტონი შვილო? ჩემი უფროსი მეგობარი, როზას მამა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. არ ვიცნობდი, მაგრამ რადგან შენი მეგობარი იყო, მეც მეწყინა. თუმცა რას ვიზამთ, შვილო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ახლა როზას რა ეშველება? სულ მარტო დარჩა. ოფელია მიხვდა, რომ როზას დაუბლებას უფრო მეტად დაემწუხრებინა მისი ვაჟი, ვიდრე მოხუცი მეთევზის გარდაცვალებას. როზაც ხომ შენი მეგობარია? ხო და გვერდით უნდა დაუდგე. გაჭირვების დროს თანადგომა ყველაზე მეტად დასაფასებელია. უთხრა მამამ და სამზარეულოდან გაიყვანა. მეთევზე პატივით დაკრძალეს. თბილი სიტყვები და ცრემლი არ დაჰკლებია. მერე იქვე ძველ დუქანში შესანდობარიც თქვეს მეგობარმა მეთევზეებმა. იმ დღეს შემდეგ ბებიტო მშობლების სახლში აღარ წასულა დასაცინებლად. როზას სახლის გვერდით დუქანი იყო და მის პატრონს მოურიგდა, რომ სხვენში დაიძინებდა, სანაცვლოდ კი დუქნისთვის საქონელს ჩამოუტვირთავდა ხოლმე. უკვე რამდენიმე წელია როზას სიყვარული ჩავარდნოდა გულში. ძია ანტონი ხუმრობით ეუბნებოდა ხოლმე, შენ ჩემი შვილობილი ხარო. როზაც ძმობილს ეძახდა ბიჭს. ამის გამო ვერ ბედავდა ბებიტო, რომ გოგოს სიყვარულში გამოსტყდომოდა. ერთი წელიც არ იყო გასული კეთილი მეთევზის გარდაცვალებიდან, რომ დუქნის მეპატრონემ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. მოხუცდი და აღარ შემიძლია მუშაობა. შესშივლა ბებიტოს. ეს ჩემი შვილებიც არ მეშვებიან. გაყიდე ყველაფერი და ამერიკაში წამოდიო. არადა, რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო იმ ამერიკაში. მე იმათ აქეთ ველოდებოდი. ჩამოვლენ, გვერდით დამიდგებიან მეთქი და იქით არ მეპატიჟებია. რას აპირებ, ძია პედრო? არ მინდა შვილო, უცხო მიწაზე მოკვდე, მაგრამ უპატრონოთ დარჩენაც მაშინებს. ანამ ძველ დუქანს ვინ იყიდის?
ძია პეტრომ სული აფათ მიყიდა როზას დუქანი. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა იქ მუშაობდა. როზამ მამის ნავი და ძველი სახლიც გაყიდა. ფულის ნახევარი ძია პეტროს მისცა. ნახევრითაც დუქანის ჟაკეთებინა ხელგამომავალ პეპიტოს მეგობრებიც დაუდგნენ გვერდით და მალე ისეთი დუქანი იდგა ძველის მაგივრად, რომ თვალს იამებოდა. ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებიც ხალისით სტუმრობდნენ მხიარულ და კეთილ როზას. მთელი ღამე ვერ დაიძინა პეპიტომ. ბრაზით სულ კბილებს ახრჭიალებდა. უფრო მეტად საკუთარ თავზე ბრაზობდა. მეორე დღეს პორტში არ მისულა. საშინლად სტკიოდა თავი. ორი დღე ოთახიდან არ გამოსულა. ავადმყოფობა მოიმიზეზა, რომ არავის შეეწუხებინა. საწოლთან ღვინით სავსე ბოთლი ედგა და დარდს მასში ახრჩობდა. კარებზე კაკუნი გაისმა. ემილი ვარ შვილო, მამა შენი. ეს ხამაკლდა. ჩაილაპარაკა და ბოთლი საწოლის ქვეშ შეაცურა. მერე ლაზუნით წამოდგა საწოლიდან და კარი გააღო. ამ წვიმაში აქ რა მოგიყვანა. დედა ხომ კარგადაა? ყველა კარგადაა, გონი შენს გარდა. ასე უნდა მშობლების დავიწყება. ხო, მართალი ხარ მამა. ეს დღეები თავს შეუძლოდ ვგრძნობ, მგონი გავცივდი. სხვა დროს სახლში მოდიოდი, როცა ავად ხდებოდი. დედა ზრუნავდა შენზე. როგორ ამიხსნი იმას, რომ მარტო ჩვენს დაუხმარებლად აპირებ გამოჯამრთელებას. არც წამალი გჭირდება და არც ხელიწვნიანი? პეპიტო მიხვდა, რომ ემილს მისი არ სჯეროდა. ღვინო და არაყი ექიმმა გამოგიწერა თუ ურეცეპტოდ იღებ? ოთახს თვალი მოავლო ემილმა. იქვეც არიელი ღვინის ბოთლები ეყარა. ერთი ბოთლი ხელში აიღო და შვილს სახესთან მიუტანა. ესაა მაგავამტყოფობის წამალი? ეს უწინდელია. ბოთლის ჩატანა დამავიწყდა. ბოთლის არა, ბოთლების. რა გჭირს შვილო? შენ ასეთი არ იყავი? რა ხდება შენს თავს? რას ან რატომ გვიმალავ? რას უნდა გიმალავდეთ? არ შეიძლება რომ ცუდად ვიყო. ავად რომ იყო შეიძლება. ცუდად არა. ხო და ავად ვარ. შეყვარებული ხარ. აი ეგაა შენი ავადმყოფობის მიზეზი. მეც ყოფილ ვარ ახალგაზრდა. მეც ყვარებია. მაგრამ ღვინოს კი არ მიბძალები ვარ. ძლიერი კაცები არ აღჭობენ დარდებს ჭიქაში. კაცურად უთხარი რომ გიყვარს. თუ ქალის თანახმა იქნება, მაგას რა ჯობია? ოჯახს შექმნი. როდემდე უნდა გეძინოს ამ ბინძურ დუქანში კატასავით. პეპიტო საწოლზე იჯდა და ხმას არ იღებდა. იცოდა რომ მამას ვერაფერს გამოაპარებდა. ან რა უნდა ეთქვა, როცა ცამდე მართალი იყო ემილი. ჰე, ამოიღე ხმა. ან იუარე, ან მომიყევი რა ხდება შენს თავს. პეპიტომაც გული გადაუშალა მამას. დიდხანს ისაუბრეს როგორც მამაშვილმა და მეგობრებმა. დამპირდი რომ სასმელს მოერიდები. ლოთი კაცი არც ხალხს და არც ხალხს არაფერში სჭირდება. რასაც ოფლით შოულობ, ისევ ამ დუქანში ხარჯავ. ასე ცხოვრებას ვერ მოეწევი შვილო. თავს ნუ დაიღუპავ ბიჭო. ქალს შენი სათქმელი უთხარი. თუ არს გეტყვის, ის მეინც გეცოდინება როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება. ასე გაურკვევლობაში ნოიცხოვრებ. რაც დღეს აქ ითქვა, ჩვენი კაცების საქმეა და დედაშენს არაფერს ვეტყვი. დარდიანი დავტოვე სახლში. ვიღაცას უთქვამს, თქვენი შვილი ღვინოს ეტანება და ყურადღება მიაქციეთო. სახლში რა გამაჩერებდა? ჯიბიდან ფული ამოიღო. ბალიშის ქვეშ შეაცურა. მამა, მაქვს ფული. არ გჩუქნი, გასესხე. ხვალ სახლში გელოდები, ერთად ვისადილოთ. შენს დას რაჰათ ლუკუ მიუყიდე, ხომ იცი ძალიან უყვარს. მერე თავზე მიეფერა. ისედაც აჩეჩილი თმები კიდევ უფრო აუჩეჩა და აკოცა. მალევე გავიდა ოთახიდან, რადგან თვალებით სრემლით გაევსო და არ უნდოდა შვილს დაენახა. დიდხანს ეჭდა პეპიტო საწოლზე ჩაფიქრებული. გარეთ კი თავგამეტებით წვიმდა. ემილი ფეხით გაუყვა გზას და ფიქრობდა, როგორ გაზრდილა ის პატარა პეპიტო, კისერზე შესმულს რომ დაატარებდა. უკვე კაცი იყო. კაცი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა. მიდიოდა და ამბობდა: პეპიტო, პეპიტო, ჯიუტი მეგონე და თურმე მორცხვიც ყოფილ ხარ. პირველი სეზონის დასასრული.